მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader. დავიწყოთ ჩვენი ტრადიციული ანალიტიკა სამი აქტივის, კრიპტოაქტივის, ეს არის Bitcoin-ი, Ethereum-ი და XRP. სანამ დავიწყებთ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, თუ რა თქმა უნდა მოგწონთ, ის რასაც ვაკეთებ, ან დააჭიროთ dislikes, თუ არ მოგწონთ, ეგეც არაა პრობლემა. და დიდი თხოვნა მექნება ასევე თუ უყურებთ ჩემს კონტენტს და თუ მოგწონთ რა თქმა უნდა გთხოვთ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ რამდენადაც დავაკვირდი ჩემი მაყურებლების 50%-ს გამოწერილი არ აქვს ჩემი არხი. ძალიან გთხოვთ გამოვასწოროთ ეს სიტუაცია. დავიწყოთ, გადავიდეთ ეგრევე. ანალიტიკა დავიწყოთ კვირის ტაიმფრეიმიდან, ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას მოგცემს კვირის ტაიმფრეიმი. კვირის ტაიმფრეიმზე არანაირ მარკეტ პროფაილს არ გამოვიყენებ, ვინაიდან დიდი დიაპაზონია კვირა. გამოვიყენებ ფიქსირებულ მარკეტ პროფაილს. ესე იგი უკვე მაქვს გამოყენებული, უბრალოდ არ ჩანს ეს მარკეტ პროფაილები, ეს ერთი ზონა და მეორე ზონა. მოდით ესე გავაკეთოთ, აქედან დავიწყოთ. ნახეთ მეგობრებო, დავიწყოთ თავიდან რა მოხდა აი ამ ჩამოსვლის შედეგად. ფასი შემოვიდა მყიდველი ზონაში, საკმაოდ მცირე დიაპაზონის ზონაა, შედარებით რა თქმა უნდა, თუნდაც აი ამ ზონასთან, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ყალიბდებოდა, ესეც მყიდველი ზონაა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ფასი ზემოდან გაარღვია ეს ზონა. ნახეთ, მოვედით მყიდველი ზონაში, კი ფასმა მიიღო გარკვეული რეაქცია, აიწია ფასი, შემოვიდა გამყიდველი ზონაში, დატესტა პიოსი, ჩამოვიდა ისევ მყიდველი ზონაში, რომელიც გავარღვიეთ 26 იანვრის კვირას, თითოეული სანთელი ერთი კვირის ტაიმფრეიმია. მოკლედ, გავარღვიეთ ქვემოდან და გავარღვიეთ როგორ აუცილებლად ამასაც უნდა შევხედოთ და მივაქციოთ ყურადღება. გავარღვიეთ სანთლის სხეულით, მოცულობითი ზონა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფასს განზრახული აქვს უფრო დაბლა ჩამოსვლა. ახლა შევხედოთ, სად შეუძლია ჩამოსვლა, სად შეიძლება დახვდეს ფასს, უახლოესი მხარდაჭერა სად შეიძლება გქონდეს. ისევ აი აქედან აი ასე. ეს მოცულობითი ზონა უკვე შეგვიძლიათ დავმალოთ. აი ასე იყოს. ეს არის ერთი ზონა, რომელიც უკვე გავარღვიეთ ქვემოდან, ხოლო ეს არის უკვე ბევრად მსხვილი მყიდველი ზონა. კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, რა შემიძლია ვთქვა? რომ ჩავერთო კლასტერული რეჟიმი, ჩანს რომ ჯერჯერობით რაც ჩანს, დღეს არის სამშაბათი, კვირის ნახევარიც არ არის ჯერ გასული, შესაბამისად ნახეთ პიოსი კვირის სანთლის ზემოდან არის და არა ქვემოდან, სანთლის ქვემოდან, შესაბამისად კი შეიძლება ფას პოტენციალია კიდევ აწევის, რომ გავზომოთ ამ სანთლის პოტენციალი გამოდის, რომ დაახლოებით 83,000-მდე აქვს კვირის ჭრილში კორექტიული მოძრაობა შეასრულოს ამ სანთელმა. თუმცა არ არის სავალდებულო, ასე ვთქვათ. შემდეგ 83 შეიძლება არ ვიხილოთ, მაგრამ ფასმა დატესტოს ამ მოცულობითი ზონის ქვედა ნიშნული VAL, volume area low, იგივე
ნიშნული 80,200. კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე ვაკეთებ ამ ანალიზს. შემდეგ გადავალთ უკვე დღიურზე და უფრო ასე ვთქვათ ლოკალურად შევხედავთ ამ სიტუაციას. ვტესტავთ ქვედა ზღვარს, ჩამოვდივართ და უახლოესი მხარდაჭერა ფასისთვის იქნება მყიდველის აი ამ მსხვილი მოცულობითი ზონის ზედა ზღვარი 70,200. თუ აქედან ვერ მივიღეთ რეაქცია ზედა მიმართულებით, შესაბამისად შემდეგი იქნება 63,000 ან ეს ნიშნული ქვედა ზღვარი 59,800 გვიჩვენებს, ნუ 60,000 დავამრგვალოთ, ან აქედან ვიღებთ რეაქციას. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ დავტესტოთ ზედა ზღვარი მოცულობითი ზონის და შემდეგ უკვე კიდევ რა თქმა უნდა გადავიღებ მიმოხილვას და ვნახავთ რეალურად რა მოხდება ამ ზონიდან. გადავიდეთ დღიურ ტაიმფრეიმზე, რომელზეც გამოყენებულია მარკეტ პროფაილი თვის. თითოეული დიაპაზონი არის, მოცულობითი ზონა არის 1 თვე, 1 თვის დიაპაზონი. ვხედავთ, რომ თებერვალი ჯერჯერობით ახალი დაწყებულია პატარა მოცულობითი ზონაა. უკვე ვხედავთ, რომ გარკვეული ბალანსი იქნება, რაც კარგია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ფასი ჩერდება და გარკვეული ბალანსი იქნება მყიდველსა და გამყიდველს შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქედანვე დაიწყება შემოbrunება ფასის, ანუ ბალანსი მაგას არ ნიშნავს. ბალანსი ნიშნავს როგორც დიაპაზონის სადაც ხდება ერთგვარი კონსოლიდაცია ინტერესების, თანხვედრა ინტერესების მყიდველის და გამყიდველის, ხოლო ბალანსიდან გამოსვლა რომელ მხარეს მოხდება, შესაბამისად ის მხარე იქნება გამარჯვებული იმ შემთხვევაში. ვნახოთ, ჯერჯერობით ბალანსია აქ. მესამე დღეა, ვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ჩვენ გადავლახეთ ეს ნოემბრის მოცულობითი ზონიდან ფასი გამოვიდა ისე, რომ არც დაუტესტავს ზედა ზღვარი 101,000 დაახლოებით. მოდით სქემატურად გაჩვენებთ დაახლოებით როგორ მოძრაობას ველოდები. დაახლოებით ასეც ჯერ ავდივართ ზემოთ 82-83,000 დაიტესტება. შემდეგ ჩამოვდივართ ქვემოთ, უკვე ვტესტავთ ამ ნიშნულს 70,000 და შემდეგ უკვე ავდივართ მაღლა, ისევ შემოვდივართ ამ მოცულობით ზონაში და რა თქმა უნდა ფიქრობ, რომ უკვე გვექნება იმის თქმის საშუალება, რომ მზად არის ფასი პირველ რიგში დატესტოს 101,000 და შემდეგ უკვე სანახავია იმ მომენტში 101,000 შემდეგ რამდენად მზად არის ფასი იმისთვის, რომ უფრო მაღლა ავიდეს და საერთოდ all time high-ს კი მოხსნას. ახლა გადავიდეთ ბიტკოინის 4 საათიან ტაიმფრეიმზე. მარკეტ პროფაილი კვირის. დღეს არის სამშაბათი, კვირის მეორე დღე. შესაბამისად ვხედავთ, რომ 4 საათიან ტაიმფრეიმზე ბალანსი იქნება. ჯერ მოხდა ერთგვარი იმპულსი, ახლა ბალანსი და აქედან გამომდინარე შემიძლია გავზომო მიმდინარე კვირის პოტენციალი ფასის მოძრაობის. ავიღოთ სახაზავი. კვირა დაიწყო აი ამ ნიშნულიდან პიოსიმდე და პიოსიდან იგივე მანძილი უნდა გაიაროს. რომ დავითვალოთ ამგვარად, გამოდის დაახლოებით 81,000. ვხედავთ, რომ თითქმის ეს ნიშნავს იმას, რომ ფასს შეუძლია დატესტოს წინა კვირის ქვედა ზღვარი. ასეთი პოტენციალი აქვს, ფასს აწევის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კორექციული მოძრაობა, არანაირად შემოbrunება არ ველოდები ფასის შემოbrunებას, იმიტომ რომ ვარდნის შემდეგ
ეს არის ნიშანი იმისა, რომ ფასის გაჩერების ერთ-ერთი ნიშანია. ეს არის ანომალია დელტათი, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად მსხვილი გაყიდვების მარკეტით ფასი გაჩერდა. ლიმიტ მყიდველის არსებობის გამო. ლიმიტ მყიდველმა შთანთქა თავისი ორდერებით მთელი მარკეტ გაყიდვები. ეს კლასტერი მით უმეტეს აი აქ შუაში პიოსის კვირის დიაპაზონის მოცულობითი ზონის შუაში ნიშნავს იმას, რომ ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი მამოძრავებელი კლასტერი, რომელიც უბიძგებს ფასს წავიდეს ზედა მიმართულებით, იმიტომ რომ ნახეთ, ფასი უკვე ტესტავს ქვემოდან ზევი და არა ზემოდან ქვევი და არა პირიქით. არ გადაულახია ფასს, ქვემოთ არ წამოსულა, შესაბამისად ეს არის მყიდველის კლასტერი. ახლა აქედან გამომდინარე, რაც ჩანს, იქნება ერთგვარი სეტაპი სავაჭრო, პირადად ჩემთვის, ეს არ არის ფინანსური რჩევა. რას ველოდები ასეთ შემთხვევაში მე, ვინაიდან და რადგანაც ვხედავ კლასტერს, ვინაიდან და რადგანაც გავზომე ფასის მოძრაობის პოტენციალი და დავასკვენი დაახლოებით, რომ 91,000-მდე შეუძლია ავიდეს, ველოდები ამგვარ მოძრაობას. აქ არის იმბალანსი, წყვეტა სანთლებს შორის. ჩემი აზრით, მოსალოდნელია ასეთი მოძრაობა, საიდანაც მე გავხსნი ტრეიდს. ეს არის ბალანსი 4 საათიანი, სრუ გარღვევა ამ ბალანსის ზემოდან, ფასის დაბრუნება ქვემოთ და ამ იმბალანსის გადაფარვა, შესაბამისად დატესტვა ამ მსხვილი კლასტერის, დატესტა ამ სანთელმა, მაგრამ კიდევ ერთხელ დაიტესტება და გადაიფარება, მე ვფიქრობ, იმბალანსი და უკვე აი ამ იმბალანსიდან შესაძლებელია გარკვეული ფაქტორების შექმნის შემთხვევაში long პოზიციის გახსნა 91,000-მდე, როგორც პირველი თარგეტი და 82-83, როგორც მეორე მესამე თარგეტი. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სანახავია, რომ მივა ფასი 80-მდე, რას იზამს, რა რეაქციას მიიღებს, 81-მდე რა მოხდება და უпростоროდ 81-მდე, 82-მდე, 83-მდე რა რეაქციას მიიღებს ფასი. არ მგონია, რომ 83-ზე მაღლა ავიდეს. შემდეგი აქტივი არის ეთერიუმი, კვირის ტაიმფრეიმი, მოცულობითი ზონები მაქვს მონიშნული. მოდით აი ესე ჩავთო. ფასის ჩამოსulis შემდეგ ერთგვარი მხარდაჭერა იპოვა. მხარდაჭერა ვიპოვეთ მყიდველის მოცულობითი ზონის ზედა ზღვარზე. გარკვეული ასხლეტა მოხდა, გარკვეული ერთგვარი აღმავალი პატარა მოძრაობა შეიქმნა. დავტესტეთ გამყიდველის პიოსი და ფასმა დაიწყო დაღმასვლა. საკმაოდ ძლიერად, საკმაოდ იმპულსურად. ასევე აღსანიშნავია, რომ მყიდველის ზონა ფასმას იმპულსურად გადალახა. თან საკუთარი სხეულით გადალახა გარღვია ქვედა ზღვარი, რაც საკმაოდ ისეთი ნეგატიური სიგნალია. ახლა რას ველოდები, როგორია ჩემი მოლოდინი, იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ ამ წუთას. ვინაიდან ეს არის მიმდინარე კვირის სანთელი, ჯერჯერობით არ არის, რა თქმა უნდა, იქმნება ეს სანთელი, მოდით კლასტერული ჩავრთოთ. არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება აქ ისეთი, რაც შეიძლება იმის
თქმის საშუალებას გვაძლევდეს, რომ აქედან შემოbrunებას ველოდები, აქედან შეიძლება პატარა ოდნავი რაღაც აღმავალი მოძრაობა შეიქმნას, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კორექციული მოძრაობა, რომლის შემდეგაც ისევ გაგრძელდება დაღმასვა. რახან მოვედით ამ წერტილში, რომელთანაც ახლოს არის, ხედავთ რომ შარშანდელი ივნისის 16 ივნისის low ძალიან დიდი ალბათობით ეს low მოიხსნება და უახლოესი მხარდაჭერა ფასისთვის არის, რაც არ უნდა არ გვინდოდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ, ასეა. უახლოესი მხარდაჭერა ფასისთვის არის უკვე აი ეს მსხვილი მოცულობითი ზონა და მისი ზედაზღვარი VAH-ი ნიშნული 1815. 1815. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფასმა გააკეთოს ამდაგვარი მოძრაობა ეხლავე მაგალითად აი ასეთი კორექციული მოძრაობა ზემოთ სადღაც თუნდაც ამ მოცულობითი ზონის საზღვრების დასატესტად, შემდეგ სრუგარღვევა ამ ლოუების და შემდეგ ისევ დაბრუნება უკვე ისევ მყიდველის მოცულობის ზონაში და აღმავალი მოძრაობის განახლება. შეიძლება ასეთი სცენარიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ესე მარტივად არ მოხდება, ამისთვის საჭიროა რომ დავინახოთ ერთგვარი ბალანსის შექმნა. უნდა შეიქმნას ბალანსი. ნებისმიერი იმპულსის შემდეგ იქმნება ბალანსი. ფასმა უნდა იპოვოს ბალანსი მყიდველსა და გამყიდველს შორის. მაგალითად, შეიქმნა ასეთი ბალანსი, შემდეგ რაღაც სრუგარღვევა და всё, განახლდა აღმავალი მოძრაობა. ასეთი სცენარი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩემთვის იქიდან გამომდინარე, რაც ჯერჯერობით ჩანს, ჩემთვის პრიორიტეტული არის აი ამ მოცულობითი ზონის საზღვრების დატესტვა. ეს უკვე ეთერიუმის დღიური ტაიმფრეიმია. ვხედავთ, რომ ფასი ერთგვარ ბალანსში ცდილობს გაჩერდეს. თუ არ ვწდები, წინა მიმოხილვაში მქონდა ნათქვამი, რომ რამდენად აქვს ფასს ჩამოსulis პოტენციალი, უფრო ჩამოსulis პოტენციალი, ეს არის, ესე იგი, ნოემბრისთვის მოცულობითი ზონიდან გამომდინარე. მოდით გავზომოთ, რამდენად შევასრულეთ ეს პოტენციალი. თითქმის შესრულებულია, ცოტა გადარჩა. რომ გავზომოთ, ვხედავთ, რომ 2025-ია, ასე ვთქვათ, პოტენციალი ჩამოსulis, რომ დავამრგვალოთ 2000-მდე. 2000-მდე ფასის ჩამოსulis, ეს ნოემბრისთვის პოტენციალიდან გამომდინარე. უახლოესი მხარდაჭერა, ვინაიდან ეს არის გამყიდველი ზონა, აქ არ მგონია, რომ მხარდაჭერა შეიქმნას, ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს არის გამყიდველი ზონა, უახლოესი მყიდველი არის აპრილისთვის მოცულობითი ზონა და ზედა ზღვარზე იქნება პირველი შეხება, იქნება იმის, ასე ვთქვათ, იმის ნიშანი, რომ საიდანაც უფრო სწორად შეიძლება მოხდეს შემოbrunება ფასის. თუმცა იმ მომენტშია სანახავი, რამდენად მოხდება ეს. შემდეგი აქტივია Ripple. შევხედოთ კვირის ტაიმფრეიმს. კვირის ტაიმფრეიმზე გვაქვს აი ესეთი ძალიან მსხვილი, დიდი მოცულობითი ზონა. საზღვრებით ზედაზღვარი 2.9, ქვედაზღვარი 1.99, $2.
გამოსვლა მოხდა ამ მოცულობითი ზონიდან იმპულსურად გამოსვლა მოხდა. ყოველთვის როცა ვხედავთ იმპულსის შემდეგ ფასმა უნდა იპოვოს ბალანსი. ჯერჯერობით არანაირ ბალანს, ყოველ შემთხვევაში კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არანაირი ბალანსი არ იკვეთება და აი ამ იმპულსს რო შევხედოთ, თითქოს და არსად არ ჩანს ის ზონა, ის მოცულობითი ზონა, რომელმაც შეიძლება გააჩეროს ფასი. მაგრამ უფრო მარცხნივ რომ შევხედოთ ისტორიაზე, ხედავთ ასეთ მსხვილ მოცულობით ზონას, რომელმაც შეიძლება გააჩეროს ფასის ვარდნა. მოდით ჩავრთოთ. ასეთი ბალანსია, ეს არის ამ მოცულობითი ზონის საზღვრები არის 1.52 ზედა და ქვედა 0.80. ხედავთ რომ ფასი მიუახლოვდა და გაჩერდა. ჯერჯერობით კვირის ტაიმფრეიმიდან გამომდინარე ბალანსი არ იქნება, ანუ არ შეიძლება ითქვას რომ ბალანსი იქნება, მაგრამ ის რომ თუნდაც ვარდნა გაჩერდა, უკვე ასე ვთქვათ პოზიტიური სიგნალია. თუნდაც მცირე, მაგრამ პოზიტიური სიგნალია. კლასტერები რომ ჩავრთოთ, ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ არის პოზიტიური, აქედან გამომდინარეც, ასე რომ უნდა შევხედოთ, როგორი რეაქცია ექნება ფას აი ამ მოცულობითი ზონის ზედა ზღვარს რო დატესტავს. საინტერესოა, უნდა შევხედოთ რა მოხდება. შეიძლება ითქვას უკვე შეეხო, მაგრამ ასეთი შეხება არა, უფრო უნდა ერთგვარად უნდა. შემდეგი აქტივია XRP, კვირის ტაიმფრეიმი. ხედავთ აი ასეთ მსხვილ მოცულობით ზონას, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია იქმნება. 2024 თვის ნოემბრიდან, დეკემბრიდან იქნება ეს მოცულობითი ზონა. ფასის გამოსვლა მოხდა ამ ეტაპზე, ამ მოცულობითი ზონიდან, სხვათა შორის გეტყვით ამ მოცულობითი ზონის ნიშნულებს 2.90, 1.99, $2 ქვედა ზონა. მაგრამ და თითქოს ვარდება, ასე ვთქვათ, ფასი და ამ დროს აი ამ მხოლოდ იმპულს თუ შევხედავთ, თითქოს არ ჩანს არანაირი მხარდაჭერა, რამაც შეიძლება გააჩეროს ფასი. მაგრამ უფრო ღრმად, ასე ვთქვათ, მარცხნივ ისტორიაზე თუ შევხედავთ, რა ხდებოდა, იკვეთება კიდევ ერთი მსხვილი მოცულობითი ზონა, საზღვრებით 1.52, 0.80, ძალიან ახლოს მიუახლოვდა ფასი ამ ისტორიული ზონის ზედა ზღვართან. შეეხო კიდევაც რამდენადაც ჩანს, მაგრამ ჯერჯერობით რეაქცია ისეთი არ არის, რომ ფასის შემოbrunება მოხდეს. ყოველთვის ნებისმიერი იმპულსის შემდეგ ველოდებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბალანსის შექმნას და შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, დასკვნების გამოტანა ამ ბალანსიდან რომელ მხარეს გამოვა ფასი, შესაბამისად, ჩვენთვის უკვე გასაგები იქნება რა მოხდა იმ ბალანსში. ანუ გამყიდველმა იმარჯვა თუ მყიდველმა. როგორც ხედავ, ჯერჯერობით არანაირ ბალანსზე საუბარი არ არის. ჯერ კიდევ იქმნება მიმდინარე კვირის სანთელი, ასე რომ უბრალოდ თვალს ვადევნებთ. კვირის ტაიმფრეიმის რაც შეეხება, სათქმელი მხოლოდ ეს არის ჯერჯერობით. გადავიდეთ დღიურ ტაიმფრეიმზე. დღიურ ტაიმფრეიმზე უკვე ვხედავთ, რომ ქვემოდან ნახეთ, ფასის ვარდნის შემდეგ ქვემოდან უკვე გარკვეული ანომალიური კლასტერები იქმნება, თუმცა აი ამ მწვანე სანთლის უკვე ზემოდან არის კლასტერი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე
ბალანსი იქმნება. შეიძლება ამ ბალანსის შექმნა რამოდენიმე კვირა იქმნებოდეს, ბალანსი რამოდენიმე კვირის განმავლობაში იქმნებოდეს. შეიძლება სულ რაღაც რამდენიმე დღე დაჭირდეს. უკვე იკვეთება ბალანსის საზღვრები. ხედავთ კარგად. შევეხეთ იმ ისტორიული ზონის ზედა ზღვარს. უბრალოდ შეხება მოხდა. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ასე ვთქვათ, ოდნავ ღრმად შესვლას ველოდები, უფრო ღრმად სრულ გარღვევას ველოდები ამ ბალანსში და შემდეგ გამოსვლას. მოდით გაჩვენებთ დაახლოებით როგორ მოძრაობას ველოდები. რა თქმა უნდა, ესეთი გვერდული მოძრაობა გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება ზედა საზღვრის ამ ბალანსის მოხსნით. შემდეგ ქვედა ზონა შეიძლება ოდნავ ღრმად, ეს არ არის რაღაც ის რომ თავარია უკან დავბრუნდეთ ამ ბალანსში და უკვე ესეთი აღმავალი მოძრაობა. ასე მარკეტ პროფაილი ჩავრთე თვის რომ გავზომოთ წინა თვის, ანუ იანვრის თვის ფასის მოძრაობის პოტენციალი, მეგობრებო, მოდით გავზომოთ, ესე იგი მაქსიმუმიდან იოსიმდან და პიოსიდანაც იგივე მოძრაობა უნდა გამოიაროს ფასმა, ხო? გამოდის რომ ნიშნული 1 და 4, 1.41, ნუ ეს ასე მიჩვენებს. ზუსტად ნუ დააკვირდებით ხოლმე ყოველ ვიდეოში ამას ვიძახი რომ ზუსტად აი ცენტი ცენტში და დოლარი დოლარში ნუ დააკვირდებით ხოლმე რას ვიძახი ყოველთვის რაღაც ალბათობა დაუშვით იმისა რომ ეს მონაცემები ზუსტი არ იქნება აი ცენტი ცენტში რასაც ქვია ხედავთ რომ ფასის ჩამოსulis პოტენციალი 1.41-ია ანუ ჩვენ სადღაც ახლოს ვართ თუნდაც იანვრის ფასის მოძრაობის პოტენციალიდან გამომდინარე სადღაც ახლოს ვართ გაჩერებასთან ფასის ვარდნის გაჩერებასთან შემდეგ რა თქმა უნდა შევხედოთ მიმდინარე თვე უკვე თებერვალი რას გვიჩვენებს სად იქნება კლასტერები როგორ მოძრაობას გვიჩვენებს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა შესაძლებელია კიდევ ერთხელ ვიძახი რომ აქ ბალანსი შეიქმნას სრულ მოძრაობით ქვემოთ როგორც ვთქვით 1.41-მდე დაახლოებით როგორც გავზომეთ და შემდეგ უკვე განახლება აღმავალი მოძრაობის ამ ეტაპზე რასაც ვხედავ ლოკალურად რაღაც პატარა აღმავალი მოძრაობა რომ შეიქმნას ოდნავი აღმავალი მოძრაობა ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კორექციული მოძრაობა რომლის მიზანი იქნება ასე ვთქვათ ლონგისტების ჩათრევა პოზიციებში და შემდეგ მათი სტოპების მოხსნა უკვე აი ამ მინიმუმის განახლებით სრულ გარღვევით ზედა ზღვრის მოცულობითი ზონის ქვემოდან სრულ გარღვევით ზემოთ გამოსვლა და შემდეგ აღმავალი მოძრაობის განახლება გლობალურად მე ველოდები ჩემი მოლოდინი ჯერჯერობით უფრო ბულიშია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კორექცია ან თუნდაც მცირე ხნიანი დაღმავალი მოძრაობა გნებავთ bear market-ი დაიძახეთ როგორც გნებავთ პრობლემა არ არის მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ის რაც ხდება ახლა კრიპტოვალუტებზე, კრიპტობაზარზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია. ეს დროებითია და აღმავალი მოძრაობა, როგორც ბიტკოინზე, ასევე წინ გვაქვს ალტსეზონი, ეს ყველაფერი წინ არის. ჩემი ვარაუდით, წლის პირველ ნახევარში ეს ყველაფერი მოხდება. რა თქმა უნდა, ძნელად დასაჯერებელია, იქიდან გამომდინარე რასაც ხედავთ ყოველდღიურად მასიური ლიკვიდაციები და ასე შემდეგ და გაწითლებულია მთელი მარკეტი, მაგრამ მე იმას ვიძახი, რასაც ვხედავ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.